ავი ფული და სიყვარული. წყალი დალია? ჩოქთა. დავლია? მეც მომიტანენ. რას მიყურებ, მეც ადამიანი ვარ, პირი გამიშრა. მეტი არაფერი მთხოვა. კარგი ვეცდები. დამალევინი გთხოვ. მოდი. რა სიტყვი? კარგი სიურპრიზია არა? კედელთან დადექი. მიდი. შვილო. დედა. ბრძალი მომიყვანე? მოდით ბავშვებო. როგორ ხარ ლამაზო? დასხედით. დედა, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, მე ნილუფერს აქ დავტოვებ და წავალ. კარგი შვილო. უკვე მიდიხარ? თაიარდუნდერმა ეს სახლი ვერ იპოვა. ვერც დღეს იპოვის. გარეთ ორი მცველი დგას, თუ რამე დაგჭირდება უთხარი. კარგი. მაგრამ თუ გინდა ცოტა ხანს კიდევ დავრჩები. ჩემთვის თუ გცალია დარჩი. ასეთი აგრესიული რატომ ხარ? არ შეგიძლია მეც გამიგო? გაგიგო? შენ როგორ უნდა გაგიგო? როცა საკუთარი თავის შენ თვითონ არ გესმის. რამდენჯერაც მოგენდე და დაგიჯერე. იმდენჯერ იმედი გამიცრუე. გული მადგინე ფათი. ნილუფერ, ყველაფერი დღეს დასრულდება და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. დამიჯერე. სულ მცველების გარემოცვაში უნდა ვიცხოვრო. ამას მთავაზობ? თაიარბეი, თავსულ არ ვფრთხილდებით. ახლა ხან მძიმე ოპერაცია გადაიტანეთ, უნდა დაისვენოთ. საკუთარი შვილი მოკლას მიპირებს და მე დასვენებაზე ვიფიქრო, ექიმო. ახლა თუ დავისვენებ, ის სულელი ბიჭი სამუდამოდ დამასვენებს, იცი? ბევრს ნულაპარაკობ, ექიმო, ბევრს ნულაპარაკობ, თორემ ჯავრს შენზე ვიყრე. თაიარბეი, ახლა მაცნობეს, ნილუფერ ჰანიმის სასტუმროში არ არის, ჩვენები უკან ბრუნდებიან. რომ ეპოვათ ის გამიგვირდებოდა, უტვინოები. ფათი ეფენდიმ, სიფრთხილე გამოიჩინა და ცოლის სადღაც გადამალა. ესე იგი იცის, რომ ვუთვალთვალებ. იცის, ექიმო. ნახოთ, ამაღამ ვინ გაიმარჯვებს, ექიმო. ახლავე დედამისი მოძებნეთ. ფათიჰი ცოლს იქ მიიყვანდა. ლიდერე ფათიჰი მიპოვის. თქვენ უნდა იპოვოთ. გასაგებია? ჩქარა. რა ვქნა საყვარელო, სხვა გამოსავალი არ მქონდა. მქონდა. შეგეძლო ომერთან მისულიყავი. ისევ მეთინისთვის რომ არ დაგეჯერებინე, ეს არ მოხდებოდა. მართალი ხარ. ზოგჯერ თავს ვერ ვერევი.
ბოღმა მახრჩობს, ვბრაზდები. ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, რაც ორივეს გულს გვტკენს. მაგრამ ასე რატომ ვიქცევი ნილუფერ? იმიტომ რომ ცუდი ადამიანი ვარ. თავიდანვე გითხარი არ შემიყვარო მეთქი. ხო, მაგრამ ისიც მითხარი სიყვარული შენ მასწავლე. შენ გამო შევიცვალე და ჩემი ცხოვრება შენ შეცვალეო. დაგავიწყდა ბათი. მახსოვს? ადამიანი ან ცუდია, ან კარგი. მე კი არც ცუდი ვარ და არც კარგი. მაგრამ მე მიზანი მაქვს ნილუფერო. ამჯერად მიზანს მივაღწევ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა. ხო, რა თქმა უნდა, მიაღწევ. მაგ მიზანს ჩვენი სიყვარული რომ შესწირი, ამაზე რა სიტყვი? შენ ჩემი ულამაზესი სიზმარი ხარ ნილუფერო. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდე და გადამარჩინე. სიყვარული მასწავლე. შენთან და ბავშვთან ერთად ცხოვრებას თავიდან დავიწყებ. იმედი მაქვს მაპატიება. ვიცი. რადგან ბევრჯერ გაპატიე. მიუხედავად ყველაფრისა მაინც მიყვარდი. რაც უფრო ძლიერდებოდა ჩემი სიყვარული, მით უფრო მეტად მტანჯავდი. შენი წყენინება არ მინდოდა. ვეცადე ნილუფერო. ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელე. რა ვქნა, ჩემში არსებულ სიკეთესა და ბოროტებაში დავიკარგე. ისეთი ვერ გავხდი შენ რომ გინდოდა. მართალი ხარ. იქნებ ვერც გავხდე. ძალიან მიყვარ ხარ. თავდავიწყებით მიყვარ ხარ. მაგრამ ვერასდროს გაპატიებ. ვიდრე მეთინს არ დაამარცხებ, შენთან ვერ ვიცხოვრებ. კარგი ურთიერთობა ნუ გვექნება. თუ გინდა ოფიციალურად გაგშორდები, აღარ შეგაწუხებ. მაგრამ ორივემ ვიცით, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი. შენ ჩემი ხარ ნილუფერო. მე კი შენი. სხვა ასეთი სიყვარული არ არსებობს. ჩემთვის არ არსებობს ნილუფერო. არ გინდა. ყველაფერი დღეს დამთავრდება. იქნებ ვეღარ შევხვდეთ. თუ მოვკვდები, ჩვენ შვილს მეთინზე არ მოუყვე, კარგი? მხოლოდ ფათიჰზე უამბე. კარგ მოგონებებს გიტოვებ. ცუდზე არ იფიქრო. სიკვდილის ზენ, ჩემი უკანასკნელი სიტყვა ნილუფერი იქნება. ხომ იცი? თუ გადავრჩი და ვბრუნდები. ფათიჰ, არ წახვიდე. ომერს დაელაპარაკე, ის დაგეხმარება. ომერს თუ ვნახავ დამიბრუნდები? შეგიძლია ჩემთან არ იყო, არ მეწყინება. მაგრამ გთხოვ, მაპატია გული რომ გადგინე. ეს იმის ბრალია, რომ არ ვიცოდი როგორ მოგწეულიყავი. შენ ყოველთვის მართალი იყავი ნილუფერო. ბედნიერ წუთებს გიტოვებ და არა სევდას. გთხოვ, მხოლოდ კარგზე იფიქრე. ფათიჰ. ალა, დაიფარე. ჩემს პატარას მამა დაუბრუნე. ჩემი ქმარი დაიფარე, გთხოვ. მომისმინეთ, ამ ქალებს რამე თუ დაუშავდებათ, იცოდეთ არ გაცოცხლებთ. გასაგებია? გისმენ ნეჯო? მე ვარ მე, ჰუსეინი. რა ხდება, მისამართი ხომ უნდა გამოგიგზავნა? მთელი ღამე უნდა გელოდო? გამოგიგზავნი ნუღელო ჰუსეინი. მართლა? რაღაც არ მგონია. მისამართს მოგწერს, ახვალ და საქმის ბოლომდე მიიყვან. გასაგებია? ცოტაც უნდა მოითმინო. იმიტომ გირეკავ, რომ დაბნეული ჩან ხარ. მეშინია რამე არ გამოგრჩეს, არ შეგეშალოს. გული მიგრძნობს, მალე შევხვდებით. კიდევ ბევრ რამეზე ვილაპარაკებთ. ტელეფონი გათიშე და მესეჯი რომ მოგივა შენ საქმეს მიხედე.
ელიფ, რა ხდება? რატომ არ წვევი? ასლი. ომერი ისევ არ ჩანს. ნერვიულობ. ელიფ, გთხოვ, დაწექი და დაისვენე. რამე რომ მომხდარიყო გავიგებდით. ტელეფონი მომეცი. ფელინს კიდევ დავურეკავ. აბონენტი დროებით მიუწვდომელია. სიგნალის შემდეგ დატოვეთ შეტყობინება. არ იჭერს. იქნებ არ დამიპასუხოს. გამორთულია. ალაჰმა დასწყებლოს, ასლი. ალაჰმა დასწყებლოს. ელიფ, რასაკეთებ? ელიფ, გაჩერდი. ელიფანი, სად მიდიხართ? ჩემი საქმე რო გაუჩინარდა. ალბათ რაღაც შეემთხვა, განყოფილებაში უნდა წავიდე და გავარკვიო. ეს შეუძლებელია, თქვენ პატიმარი ხართ. თუ ასეა თქვენ წამიყვანეთ, გთხოვთ. კანონს ვერ დავარღვევ. გთხოვთ, ელიფანი, არ შემიძლია. ასლი. ომერი უნდა ვიპოვო. ომერი ახლავე უნდა ვიპოვო. ასლი, რა მეიღონე? კარგი. პალატაში შევიდეთ და ნილუს დავურეკოთ. იქნებ მისმა არანორმალურმა ქმარმა იცოდეს რამე. კარგი? წამოდი. კადირ. როგორ ხარ? კარგად შენ? პოლიცია! შენებიც მოვიდნენ. მოგაკითხეს. მოდი არ და მოდი დროულად მოხვედით. ომერ, კარგად ხარ? კარგად ვარ, კარგად. ფათიჰი კიდევ ერთხელ დავიჭირე. ადექი. რა ხდება ომერ? აქ რა გინდა? მაგას ფათიჰ ეფენდი გვიამბობს. ის კაცი ჩამოხსენით. ფათიჰ ეფენდი. გითხარი ჰუსეინ დემერი სად არის? კარგი. ნუ მეტყვი. მაინც გავიგებ. ტელეფონი მომეცე. ომერ. ტელეფონი მომეცე. არ გესმის ყველაფრის მოგვარებას ვცდილობ. მე ეს ნორმალურია? იმ ნაძირელა მამა შენი რომ ქვია. კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. ასე იოლად ვერ გადამირჩება. ტელეფონი მომეცე. რასაკეთებ? ფათიჰ, რასაკეთებ? კარგი. შენინება. მაგრამ ჰუსეინ დემირს მაინც ვიპოვე და თაიარ დუნდარის მოკლის უფლებას არ მივცემ. გასაგებია? ვერ იპოვე. რადგან არ გეტყვი სად არის? ჯერ თაიარი უნდა მოკვდეს. ალა, დამეხმარე, გემუდარები, დამეხმარე. ელიფ, ფელინი რეკავს. მომეცი. გისმენ ფელო. სინიორინა. გავიგე თურმე ჩემზე ღელავ. არ დაგვიწყები ვარ. ომერ დემირ. თუ იცი შენ გამო რა გადავიტანე. სათხარ რა ხდება? მითხარი. კარგად ვარ საყვარელო. კარგად. ნუ ღელავ. ყველაფერს გიამბობ. შენ როგორ ხარ? ელიფ. საყვარელო. ხო, ნუ დერე.
შენიც რამლები გულს მიკლავს. არიტირო. ხო, მოდი. ძალიან მჭირდები, ომერ. ძალიან მჭირდები. გემოდარები, მოდი. კარგი, მოვალო. მალე მოვალო. დამშვიდდე. მოდი ჩემთან. იტირე. იტირე და დამშვიდდები. ასლი, რამე რომ მოსვლოდა? რამე შველებოდა? ხომ ხედავ, კარგადაა. ყველაფერი კარგად იქნება. ხომ გეუბნებოდი კოლომბოს არაფერი მოუვა მეთქი.ანი, მალე შესამოწმებლად მოვლენ. გთხოვთ, პალატიდან გაბრძანდით. არ გავალ. ასლი. სადით. მე კარგად ვარ. ომერის მოსვლამდე აქედან გასვლას არ ვაპირებ. გასაგებია? დაღლილი ხარ, წადი და იცინე. მერე ისევ მოხვალ. წადი. მალე გათენდება. ნახე. Yeni bir gün doğuyor. თენდება, ასლი. Her şey var. თენდება. Bugün çok güzel. ლამაზად თენდება. ხვალამდე საყვარელო. ხვალამდე. Konuştu mu Fatih? ფათიხმა რამე გითხრათ? როზე. Gel bakalım. მოდი ფათიხ ეფენდი. Biraz da emniyette. ბევრი რამ გაქვს ჩვენთვის სათქმელი. ველოთ აიარდუნდარი უნდა ვიპოვოთ. ჰუსეინ დემირი კვალში უდგას, ვიდრე მოკლავს ჩვენ უნდა ვიპოვოთ. კარგი, თოლგას დავურეკავ და ძებნას შეუდგება. იფეკ, ომერ საავადმყოფოში წაიყვან. ჩვენ კი ამათ განყოფილებაში გადავიყვანთ. კარგი, ნუღელა. იფეკმა საავადმყოფოში რატომ უნდა წამიყვანოს? გოგონია ვერ შევამჩნიე, მხარი რომ გტკივა. ალბათ გაწუხებს. რა გასაკვირია, მთელი ღამე დაკიდებული იყავი. ექიმა უნდა გაგსინჯოს. ასე საჭესთანაც ვერ დაჯდები. ჯერ განყოფილებაში უნდა წავიდე და ფათიხი დავკითხო. ფათიხს ჩვენ ვერ დავკითხავთ. რა ხდება? არ გვენდობი? რას ამბობ ფელო? საკუთარ თავზე მეტად გენდობით. რადგან ასეა პირდაპირ საავადმყოფოში წადი ომერ. ექიმი გაგსინჯავს და ელიფსაც ნახავ. ძალიან ნერვიულობს. ფათიხ ეფენდი. არ მოიწყინო და უბრუნდები. მალე მოდი, არ მალოდინო. რომ წამოხვალ რამე გამომიყოლე, ცოტა არ იყოს მომშივდა. ნუღელო ჩაის და ღვეზელს მოგართმე, მშიერს არ დაგტოვებ. İkram edeceğim neler. მელიქე, Ne oldu kızım? რა ხდება, შვილო, რატომ ტირი? სიკვდილის ღირსი ვარ, დედა. შვილო, დამშვიდდი. რას ამბობ? მითხარი, რა მოხდა? ბავშვები კარგად არიან? დემეც ეჩხუბე? ალბათ ფატმას ეჩხუბე. ენას კბილს ვერ აჭერ, შვილო. კარგი ადამიანი ხარ, კეთილი, მაგრამ გრძელი ენა გაქვს. საშინელი რამ ჩავიდინე? Ne yap? რა ჩაიდინე?
ბურხანი მივეცი. Ne? რა? როგორ თუ ბურხანი მიეცი? Kime verdin? ვის მიეცი ან რატომ? არ ვიცნობ დედა. და მე მუქრა და მაიძულა. რატომ არ მითხარი შვილო? დავედევნებოდით. წამოდი ჩქარა ბურხანი უნდა დავაბრუნოთ. გვიანია დედა. წუხელ წაიყვანეს. ალახ. ახლა მეუბნები? წუხელ რატომ არ მითხარი შვილო? ახლა რა ვქნა? ჩემი შვილი სად წაიყვანეს? ახლა სად წავიდე, სად ვეძებო? Hala? მამიდა? ასლი. Sen burada აქ ხარ საყვარელო? Evet, yeni ო, ახლა ხან მოვედი, სად მიდიხარ? New-York მეგობარი დღეს ნიუ-იორკში მიფრინავს. აი, ჩემა ყავა დავლიოთო და უარი ვერ ვუთხარი. მართლა? ო, საყვარელო, დროებით. Hadi ya, ნახვამდის. görüşürüz. ნახვამდის დეიდან ედრეთ. ნახვამდის. ნახვამდის მამიდა. Filiz. ფილის, Kimmiş? ვინ არის ის მეგობარი? Tanıyor muyum acaba? მე ვიცნობ, მინახავს? არ ვიცი, არც მე ვიცნობ. Kafa kan. სულ დამოვიწყდა. რასულელი ვარ? Ben de ჩემი სტილისტი მელოდება, მე კი რაზე ვლაპარაკობ? burada sadece სუნთლად გამოვშტერდი, უნდა გავიქცე. resmen kafa gitti. წავედი, ნახვამდის. Kaçtım ben. Ciao. კარგად. ომერ ჯერ ექიმმა უნდა გნახოს, მოიცადე. Boş ver şimdi. რა დროს ექიმია იფეკ? Benim derdim. ქვეყნის პრობლემა მაქვს. Elif. ელიფ, საყვარელო. კარგად ხარ? მეშინია. İkinize de geç. გამოჯამრთელებას გისურვებ. გმადლობ. რა მოხდა? ელიფ, მოდი დაჯიქე. Otursana. დაჯიქი, რაღაც უნდა გითხრა. Anne bak. ალბათ რაღაც ცუდი მოხდა. ჰუსეინ დემერი ცოცხალია. Nereye gidiyorsun? სად მიდიხარ, მამიდა? გამარჯობა ნედრეთ. Tayyar, თაიარ, buralara sakın რადგან იმალები ესე იგი საქმე სერიოზულადაა? უნდა ვინერვიულო? Benden მე არაფერი მომივა ნედრეთ. yapıyorsun Nedretciğim.
პატარა ჭრილობა მაქვს. მივხედავ და მალე შემიხორცდება. მაგრამ ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. აქ სხვა რამის გამო მოგიყვანე. Ne gibi? რის გამო? Neymiş o? რა ხდება? ალმასების ახალი პარტია შემოდის. ამჯერად ოქროც იქნება. საქონლის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონია. ეს დიდი ფულია. დიდ ფსონს ჩამოდიხარ. Oynamaya başladın gene. ასე. ნელ-ნელა შემოვიტანთ. მაგრამ ისიც იცი რომ აქედან ორგანოები უნდა გავიტანოთ. დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. შენც იცი, შენი სიძე უმერი ჩრდილივით ამედევნა. ისე უნდა მოვაგვაროთ, რომ ყურადღება არ მივიპყროთ. იქნება ამჯერადად შენ დამეხმარო. აი არ. მალათიაში აღარ ვარ. დაგავიწყდა? Unutma bunu istersen. Ha? არ გინდა ნედრეთ, არ გინდა. მალათია არც მიგულისხმია. შენ კოსმოსშიც რომ იყო, მაინც მოაგვარება. Eski ეგ ადრე იყო. çok eski. დიდი ხნის წინ. ყოველთვის ცდილობ ხელი არ გაისვარო. მაგრამ ცხოვრებაში ასე არ ხდება ნედრეთ. ამჯერად შენი ჯერია. ნარს ყოველთვის სხვისი ხელით ვერ მოგლეჯ. ხელების დაგაბიძება შენც მოგიწევს. Peki. კარგი, Tamam. ასე იყოს. Anlaştık. შევთანხმდით. ძალიან გამახარა. კარგია, როცა ორ ადამიანს შორის გაუგებრობა არ არსებობს. აღარ ვიცოდი რა მეფიქრე ომერ. მხოლოდ ერთზე იფიქრეელებ. ფათეი თავს ვეღარ დაიწვრენს. პრელობა მან დაგეგმა. შენს ნაცვლად ციხეში ის მოხდება. ფათიჰი ამას არასდროს აღიარებს. კიცებულება გააქვს? არ გჭირდება. ჰუსეინ დემირს დავიჭერ. ამით დავამტკიცებ. საყვარელო. ყველაფერი კარგად იქნება. ციხეში აღარ დაბრუნდები. შენ როგორ ხარ? ძმა მკვდარი გეგონა. ახლა გაიგე რომ ცოცხალია. რას გრძნობ? რა უნდა ვიგრძნო საყვარელო? მიუხედავად ყველაფრის საპატივს ვცემდი. მაგრამ ახლა ესეც დავკარგე. სვერბლიც არ არის. ყველაფერი შეგნებულად გააკეთა. ეს გზა თვითონ აირჩია. თაიარისგან არაფრით განსხვავდება. ისიც თაიარევით ავადმყოფია. ეს დღეებიც გავა. და მერე, როცა წარსულს გადავხედავთ, მივხვდებით ეს ყველაფერი თავს რატომ გადაგხვდა. რა იყო? ხარით ტკივა? ესე იგი ინტერნეტით მკურნალობა დამთავრდა. ახლა ექიმს ვნახავთ და ისე მოვიქცევით, როგორც ის გვეტყვის. კარგი? კარგი, სინიორინა, გემორჩილები. კომისარო ომერ, პალატაში თქვენი ყოფნა არ შეიძლება. კარგი, ახლავე გამოვალ. 5 წუთია რაც მოვიდა. ცოტა ხანს კიდევ დარჩეს. თქვენი მესმის. სოფელში შეყვარებული მეც მელოდება.
ვიცი რასაც გრძნობთ. ხელს არ შეგეშლით. Umarım en kısa იმედია შეყვარებულს მალე შეხვდები. იმედია, მადლობთ. მადლობ მეგობარო, მადლობ. შვიდა თუ არა. რომელს რა აზრი აქვს? როგორც კი ჰუსეინ სვიპოვი ჩენი შეთქმულება გამოაშკარავდება. მკვლელობა შენ და გეგმე. ხოხი შენ დაწვი. კაციც მოკალი. დნმ-ის ანალიზს თავიდან აიღებენ და მკვლელობის მუხლით გაგასამართლებენ. ამ საქმიდან სუფთად ვერ გამოხვალფათი. თაიერ დუნდარზე თავდასხმის გამო ერთხელ უკვე გაგასამართლეს და პროკურორის თანხმობით გაგათავისუფლეს. შენ კი რა გააკეთე? ჭკუა ვერ ისწავლე და ყველაფერი გააფუჭე. აქედან პირდაპირ საკანში წახვალ. ახლა კი დაფიქრდი და გამოთვალე რამდენს მოგისჯიან. მაგრამ ჩვენთან თუ ითანამშრომლებ, თუ დაგვეხმარები, სასჯელი შეგიმსუბუქდება. იმედი გაქვს, რომ მამა შენს მოკლავს, არა? ჰუსეინ დემირის ადგილსამყოფელს ამიტომ არ ამჟღავნებ. მაგრამ თაიერ დუნდარი თუ გადარჩა? ჰუსეინმა თუ ვერ მოკლა? ხომიცი რაც მოხდება. როგორც კი გაიგებს, რომ აქ ხარ, თაიერ დუნდარი მაშინვე მოკკლავს. შენ გამო ორი ცივსისხლიანი მკვლელი კანონის წინაშე პასუხს ვერ აგებს. შენც მოკვდები. ხოლო შენ არა. ნილუფერსაც დაღუპავ. შენ სიყვარულს რა ბედი ეწევა? ხმა მოიღე ფათი. ხმა მოიღე მეთქი. ხოლო შენი საყვარელი ადამიანები კი არა, სხვებიც დაზარალდებიან. ალლაჰმა დასწავლოს. ჟანდაბა, შენ ვინ ყოფილხარ? ვინ ყოფილხარ? ხან გვეხმარები, ხან გველატობ. შენისთან არანორმალური კაცი ჯერ არ შემხვედრია. ექიმო, მაბადიეთ რომ შეგაწუხეთ და აქ მოგიყვანეთ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ელიფანინის მარტო დატოვება არ მინდოდა. გმადლობთ რომ გამიგეთ. არა უშავს. რა მნიშვნელობა აქვს ადგაგსინჯავთ? ჩემთვის მთავარი ავადმყოფის ჯანმრთელობა და კარგი განწყობაა. ელიფანიმთან დიდხანს ნუ გაჩერდებით. ნუ დაღლით კარგი? არ დაუღლი. თვალის შინივით გავუფრთხილდები. შეგიძლიათ ჩაიცვათ. კონთები დასუსტებული გაქვთ. ძველი ტრავმა ისევ გაწუხებთ. მიგვირს ასეთ დიდ ტკივილს როგორ უძლებთ კომისარო? არ მტკივა ექიმო, ვერ ვგრძნობ. ექტანო, ნახევარ საათში ტკივილ გამოყუჩებელი გაუკეთეთ. ღამე მშვიდად დაგეძინებათ. მაგრამ გაფრთხილებთ, მკურნალობა აუცილებელია. იმ კურნალებს ექიმო ნუ ღელათ. უფრო მეტიც, ფიზიოთერაპიის კურსად ჩაიტარებს. იმედია. კარგი გამოჯამრთელებას გისურვებთ. გმადლობთ, დიდი მადლობა. გმადლობთ ექიმო. iyimiz. კარგად ხარ? მოდი ჩემთან. ახლა კარგად ვარ. მომიღები. აქ რა ხდებოდა? Hayatım bize bir გარდიგე ცხოვრებამ დიდი სასწაული გვაჩუქა, მაგრამ ისევ წაგვართ. kaybettiğimizi öğrendim. ვინ გითხრა? Dosyamda ანკეტაში წავიკითხე. ama ne ან რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი პატარა ვერ დავიცავი. ona ვერ გავუფრთხილდი. ელიფ თავს ნოიდანაშაულებ. რომ ცოდნოდა. რომ ცოდნოდა. რომ მუცლით შენს ნაწილს ვატარებდი. Ömer. Çok daha შევეცდებოდი უფრო ძლიერი ვყოფილიყავი ომერ. daha dik ayakta. მეც გავუძლებდი.
არ გავტყდებოდი. უფრო იმედიანად ვიქნებოდი. Hatta kendime bile boyun eğmezdim. იქნება ახლა ცოცხალი ყოფილიყო. საყვარელო, Belki მოუთმელად დაველოდებოდით იმ დღეს. როცა ჩვენს პატარას ხელში ავიყვანდით. ელიფ, საყვარელო, არ გინდა თავს ნოიდანჯავ. შვილი მალე გვეყოლება. შენსავით ლამაზე დაჭკვიანი გოგონა გვეყოლება. o zaman senin gibi cesur. და შენსავით ძლიერი და სამართლიანი იქნება. Kafasına koyduğu her şey. რასაც ჩაიფიქრებს, ყველაფერს მიაღწევს. რა დავარქვათ? არ ვიცი. ამაზე არ მიფიქრია. Senin aklında olan. შენ რას დაარქმევდი? ჩემი საყვარელი გოგონას სახელი ელიფია. Masal. მასალი. მასალე. Elif. ელიფისა და ომერის მასალი. Mutlu masalı. ძალიან ლამაზი სახელია. ჩვენს გოგონას მასალი დავარქვათ. ყველაფერი კარგად იქნება, საყვარელო. ერთად ვიქნებით. წარსულს დავივიწყებთ. ყველაფერს თავიდან დავიწყებთ. Benim şu anda tek istediğim şey. ახლა მხოლოდ ის მინდა რომ თაიარი დააპატიმრო. Herkes için adalet yerine. სამართალი უნდა აღსრულდეს. Bundan sonra დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. öyle adamlar. იარაღიანი ადამიანების დანახვა აღარ მინდა ომერ. კარგი, საყვარელო. გამარჯობა, შეიძლება? მოდი, ფელო, მოდი. ომერ ფათიჰი ხმას არ იღებს, თაიარისა და ჰუსეინის ადგილსამყოფელს არ გვეუბნება. ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოიქეცი სწორად. გითხარი თაიარ დუნდარი სად არის? თუ გეტყვი ნაყინს მომიტან კომისარო. მოიცადე. არ დაგაგიჟდი? ომერი ძლივს გავაჩერი, ახლა შენ დაიწყე? გამიშვი. იტყვი. აუცილებლად იტყვი. ო, როგორ არა? გამიშვი. ხელი გამიშვი. არ დაგაჩერდი? დამშვიდდი მეთქი. გამიშვი. ჭუას ვასწავლე.
დამშვიდდი არ დამ. გამატარე თოლგამ. გამატარე თორემ გაწყენინებ. არ იტყვის არ დამ. ეს შენ ციცი. რომ მოკლა სიტყვა არ დასწდება. შენზე კი საქმეს აღძრავენ. ეს გინდა? არ ამბობს ეგ ნაძირალა. მამამისი კი თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ჯანდაბა. მე განყოფილებაში წავალ. არდას არ დაურეკავს, როგორც ჩანს ახალი არაფერია. არ გინდა დაგეხმაროთ. თქვენ ჯობი ერთმანეთს მიხედოთ. ელვანდეიდა. დედა, ომერ, როგორ ხარ? დამშვიდდი დედა. საშიში არაფერია, მე კარგად ვარ. განყოფილებაში მივდიოდით, მაგრამ თოლგამ გვითხრა, რომ აქ იყავი. ხარი ვიტკინე. ახლა უკეთ ვარ. საშიში არაფერია. მეც უკეთ ვარ დეიდა ელვან. ალაჰის წყალობით. ძალიან კარგი, მაგრამ აქ სხვა რამის გამო მოვედით. მელიქე გეტყვის. რამე მოხდა? ომერ, შეიძლება დაგელაპარაკო. კარგი მელიქე. დაჯექიშვილო. მე გავალ. რაც თქმელი გაქვს პირდაპირ მითხარი მელიქე. ნოტირი გთხოვ. თუ საქმეში გავერიე, ომერ. რა საქმეში? შენი ძმის გარდაცვალების შემდეგ უამრავი ვალი დაგვიგროვდა. დახმარება ფატმა დეიდას ვთხოვე. მე რატომ არ მითხარე? მე გადავიხდიდი. შენ ისედაც უამრავი ვალი გაქვს. ვერ შეგაწუხებდი. ჯერ სამუშაოს ვეძებდი. დამლაგებლის ადგილიც ვერ ვიშოვე. მერე კი მერე რა მოხდა? ნორმალურად ამიხსენი, გამაგებინე რა მოხდა? სამსახური ვერ ვიშოვე, ომერ. ფატმა დეიდა მითხრა, ერთი საქმეა. კარგად გადაგიხდიანო. და ერთ კაცთან მიმიყვანა. ჩანთა. ერთ მის ამარძე უნდა მიმეტანა. არ მითხრა რომ დაუჯერე. საუბედუროთ დაუჯერე. მერე ის კაცი, ვისაც ჩანთა გადავეცით, გაქრა. დამსაქმებელმა მითხრა, ან ფულს გადამიხდი, ან რაო მელიქე. რაო მითხარე? ან ბურჰანს მომიყვანდა. ვალს აღარ გადაგახტევინებ. თუ არა და ორივე შულს მოგიკლავო. ლამის დარდისგან მოვკვდე. ლამის მოვკვდე, ომერ. სიკვდილი მინდა. ბავშვი მიეცი? ძალიან შემეშინდა, ომერ. მაპატიე გთხოვ. ბურჰანი იპოვე. ბავშვს რამე რომ დაემართოს, თავს არ ვიცოცხლებ. ნუღელო, დამშვიდდი მელიქე. ყველაფერი გასაგებია. ბურჰანი კარგადაა. შენ რა იცი? დარწმუნებული ვარ. ბურჰანი ჩემმა ძმამ მოატაცებინა. ჯერ ჩემს ძმას ვიპოვე. მერე კი ბურჰანს მოვიყვანა. ჰუსეინ დემირი ცოცხალია მელიქე.
ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.